Desperate Housewives, ვაიმე, ეს სერიალი არის. აი არ ვიცი, ჩემთვის სუპერ სერიალი და კიდევ великолепный век. ბრწყინვალე საუკუნე. აი არ ვიცი. ეს ორი სერიალი არის ჩემთვის ყველაზე სუპერ, ისეთი რომ შეიძლება 1000-ჯერ უყურო და არ მოგბესდეს. აი ამას წელს მეორედ უყურე უკვე და ვითომ არც მიყურებია. პატარებმა არ უყუროთ, არ არის საბავშვო სერიალი ნამდვილად, მაგრამ აი დიდებს ყველას უწევ რეკომენდაციას Desperate Housewives. უყურეთ აუცილებლად. და აბა მოდით დავარანკინგოთ ქალბატონები ამ სერიალიდან. ბეთი, ცოტა ისეთი ძალიან სტრანი პერსონაჟი იყო, მეშვიდეზე იყოს. ყველაზე ძალიან ვინც მომეწონება, იმას პირველზე დავაყენებ. ფელიცია. ეს ცოტა შეშლილი ქალბატონი იყო, ძალიან ბევრი რამ ჭირდა, მე-10-ზე იყოს. მართა. ეს მე-9 და მე-10-დები იყვნენ, ამიტომ არა, არც ერთი არ იყო კარგი აქედან ნამდვილად. ბრი არის ძალიან ისეთი ყველაფერზე წამსვლელი ოჯახისთვის, ამიტომ ძალიან ვაფასებ მეორეზე. ენჯი კარგი ქალბატონი იყო ნამდვილად მე-5-ზე, ცოტა ძალიან ძნელი ისტორია ჰქონდა, ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ მაინც მაგარი გოგოა ძალიან. სიუზენ, ვითომ და ისეთი ძალიან ვარდისფერი სათვალებით უყურებდა ამ სამყაროს, მაგრამ ძალიან კეთილი გოგო იყო მე-3-ზე. Gabriel. აი, ამისგან უნდა შევისწავლოთ ბევრი რამ, გოგოებმა ისეთი რომ საკუთარი თავი გვიყვარდეს ყველა განსახიერებაში და ისეთები როგორც ვართ. ამიტომ გაბრიელს პირველ ადგილს ვსვავ. გაბრიელი ძალიან კარგი გოგო. ჯული. ძალიან კეთილი, ნიჭიერი ახალგაზრდა გოგო, რომელსაც მე მე-4-ზე დავსვავ, ძალიან კარგი გოგო იყო ნამდვილად. რენე ცოტა ისეთი ქალბატონი იყო, თავის გარდა არავინ არ უყვარდა, მე-8-ზე იყოს და მე-6-ზე დარჩება. იდიც კარგი გოგო იყო, მაგრამ აი როგორღაც რა ვთქვათ, რატომღაც მეგობრები მაინც არ ყავდა. ნუ მოდი მე-6-ზე დავსვათ. ბევრი ლაიქები და კომენტარები მე სერიალი ძალიან მომწონს და ალბათ რა ვიცი. გავა 2-3 წელი და ისევ თავიდან ვუყურებ, სანამ არ დამავიწყდება მანამდე რაც იყო ის. აბა ვნახოთ 1000 ლაიქის მერე შევხვდებით თუ არა დროებით.